დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საქმე მოციქულთა კითხვას და დღეს უნდა წავიკითხოთ მე-15 თავი. და გარდა ვინმე ვიდეს ურიასთანით და ასავებდეს მათ ავითარმეთ არათუ წინა დაიცით და ჩულითა მოსესით და ვერ ძალგით ცხოვრება. ეს პირველი ქრისტიანულ თემში თქვენ იცით რომ უმრავლესობა ეთნიკურად იყვნენ ებრაელები. ძველ აღთქმაში ებრაელებს ჰქონდათ მოსისგან მიცემული ჟული. ამ ჟულის მიხედვით ებრაელად ითვლებოდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წინადაცვითის რიტუალში ამ წესში მიღებული მონაწილეობა. თუ ადამიანი არ იყო წინადაცვეთილი, ის იუდეულად არ ითვლებოდა, ეს მამაკაცებს ეხებოდა თავისთავად. რაც შეეხება ქალებს, თუ ადამიანი ქალი იყო წინადაცვეთილი შვილი, ისიც ითვლებოდა ებრაელად, რა. ასე რომ წინადაცვეთის მსახურება არის, ასე მამების მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ წინასახე ნათლობის, როგორც ნათლობით ხდება ადამიანი ეკლესიის წევრი, წინადაცვეთით ძველ აღთქმაში ადამიანი ხდებოდა ეკლესიის წევრი და როდესაც ქრისტიანები გახდნენ ებრაელები, ამ წესს, ამ ძველ ჯულის წესებს ისევ აღასრულებდნენ, რა. და ამბობდნენ, რომ წარმართები, რომლებიც მოდიან ეკლესიაში, იმათაც უნდა დაიცითონ წინ. აი ესეთი მოსაზრება არსებობდა. დავითარ იგი იყო ხდომაი და გამოიძიება არა მცირედი პავლესი და ბარნაბაისი მათ და მიმართ ბრძანეს ახსვაი პავლესი და ბარნაბაისი და სხვათა ვიეთმე მათგანეთა მოციქულთა მიმართ და ხუცეს და იერუსალემ დამიცილობისათვის და ანუ იყო თუ არა აუცილებელი ადამიანისთვის რომ გაფთარიყო ახალი აღთქმის ეკლესიის წევრი წინადაცვეთა ამისთან დაკავშირებით დაასწრა სხვადასხვაობა იყო ხო იმისთვის რომ ეს საკითხი გადაეწყვიტათ ანუ მიიღოთ ავტორიტეტული გადაწყვეტილება რომელიც იქნებოდა საზოგადოდ ყველასთვის აუცილებელი აღსასრულებლად ამისათვის რა გააკეთეს მოციქულებმა მოიწვიეს კრება და სწორედ მოციქულთა კრების შესახებ არის საუბარი მე-15 თავში. როდესაც ეკლესიის წინაშე დგებოდა საჭიროებდა საკითხი, ეკლესია იმისთვის რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, იკრიბებოდა ეკლესიის წევრები კრებსითი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის უკვე კანონი იყო სავალდებულო მთელი ეკლესიისთვის. ჩვენ ვიცით ეკლესიის ისტორიიდან, რომ 7 მსოფლიო კრება არის. ადგილობრივი კრებები, ეს კრებები იყო მოწვეული სწორედ აი ამ პრობლემების, სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტად. ძირითადად, როდესაც ეკლესიის წინაშე დგებოდა საკითხი, სწავლებითი საკითხი და როდესაც ეკლესიაში ცდილობდნენ სრულ მასწავლებლები ერესის შემოწმებას, ამის გამო ეკლესია იკრიბებოდა თავის გადაწყვეტილებას გამოიტანდა ხოლმე და სწორედ პირველი ასეთი პრეცედენტი, ასე თანამედროვე სიტყვა რო ვთქვათ, პირველი შემთხვევა, როდესაც შეიკრიბნენ ეკლესიის წევრები, მოციქულები იყვნენ სწორედ, მათ ჩაატარეს მოციქულთა კრება, რომლის კანონებიც დღეს ჯულის კანონშია შეტანილი. ახლა მოციქულთა კანონების შესახებ სხვადასხვაობა არსებობს. ახლა თემას არ ჩავუბრუნავთ ეს იმიტომ რომ ერთი სალექციო თემაა და შეიძლება ვერც ჩავედიოთ ახლა ვინ დაწერა მოციქულთა კანონი და ასე შემდეგ მოკლედ ასე ვთქვათ რომ მოციქულები შეიკრიბნენ იერუსალიმში და იმჟერეს გარკვეულ საკითხებზე და ეს საკითხები იყო შემდეგი და იგინი წარმოიგზავნეს კრებულისა მისგან და განრა ივლიდეს ფინიკესა და სამარიასა მიუთხრობდეს მოციქულ მოქცევასა წარმართასა და ყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველსა შორის მათა და იმისთვის რომ პეტრე და ბარნაბა დანარჩენი მოციქულები მოსულიყვნენ იერუსალიმში ამისათვის გარკვეული გზა უნდა გაევლოთ ხო დღეს ახლა ტრანსპორტირებისთვის ზანე ხელსაყრელი პირობები არსებობს დღევანდელ მსოფლიოში მაგალითად ახლა თუ შენ გინდა წახვიდე სალონიკში იმისთვის რომ გადახვიდე ათონის მთაზე ჩახვალ ქუთაისში 2 საათ ნახევარში დაახლოებით ჩაბრინდები სალონიკში და იქიდან საათ ნახევარში მოკლედ მიხვალ იქ რა ქვია ურანოპოლში და მე გადახვალ ათონზე რა ესე მოკლე არის და ძველად ასე სად იყო ძველად სატრანსპორტო საშუალება იყო ცხენი ვირი ფეხით და ძალიან დიდი ხანი ჭირდებოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლას და მოციქულები ამ მიმოსვლას იყენებდნენ საქადაგებლად როგორც გითხარით პავლე როდესაც მიდიოდა იერუსალიმში თან გზადაგზა ქადაგებდა და ეს უფრო ხელსაყრელი იყო სამოციქულო სიტყვის გავრცელებისთვის. ახლა შეიძლება როდესაც კითხვა გაუჩნდეს, რომ მოდი დღეს ფეხით წადით აქედან იმაში სალონიკში თუ ვისაც წასვლა უნდა. ნუ რა თქმა უნდა, ისიც შესაძლებელია, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე რო ვისაუბროთ, იქ ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება აქ ადამიანს, იქ სულიერი სიძულჭირე და ასე შემდეგ უამრავი პრობლემებისა გამო ჩვენ ასე ფუფუნებაში ცხოვრები ადამიანები გამოდივართ
და შესაბამისად სარგებლობთ ხოლმე ტექნიკური მიღწევებით, რომლის გამოყენებაც რა თქმა უნდა ცოდვა არ არის. ახლა თუ ადამიანს იქნება მობილური ტელეფონი, ან გადაადგილდება ავტობუსით, თუ გამოიყენებს სატრანსპორტო საშუალებად გემს ან თვითმფრინავს, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ არის ახლა ქრისტიანი, იმიტომ რომ ასეთი საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია პირველ შემთხვევაში თუ თქვით, რომ ესე იგი ხადაგებდნენ და ადამიანებს მოაქცევდნენ, დღევანდელ სიტუაციაში ახლა დადებითი ის არის, რომ დროს იგებ ახლა, ხო? აქედან სალონიკამდე ჩასვლას ალბათ ფეხით რო წავიდეს ადამიანი, ამდენი დღე დაჭირდება, რა ვიცი, შეიძლება თვით მეტი დაჭირდეს და როდესაც 2 საათში ყველაფერს მოაგვარებ. მოკლედ ახლა ეს სხვა თემაზე გადავედით, გავაგზავნოთ. და მურაი ვიდეს იერუსალიმად შეწყნარებული იქნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა და მიუთრეს მათ რაოდენი რაი ღმერთთან ხომ მათთანა და რამე თუ განუყო წარმათა კარის არწმუნოებისან მოკლედ მოციქულებმა და მათ შორის პავლემ ისაუბრეს იმის შესახებ რომ მათ გადაგების შედეგი იყო უამრავი წარმართის მოქცევა ხო აღვინმე დღეს დასისამისგან ფარისეველთა ისე მოწმუნე და იტყოდეს ვითარმე ჯერა წინა დაწვეთად მათა და ცნებად რაითა დაიმახოს ჯული მოსესი და მოკლედ შეიგრიბენ ესე იგი ქრისტიანები ეკლესიის წევრები და დაიწყო მსჯელობა პავლემ გამოვიდა სიტყვით და თქვა რომ უამრავი წარმართი იქნა მოქცეული ღვთისმშობლზე შემდეგ ადგენ ფარისეველებიდანაც იყვნენ მოქცეული ქრისტიანები და თუ გახსოვთ აბა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარისეველი რომელიც ეკლესიის წევრი გახდა ვინ იყო თვითონ პავლე მოციქული თვითონ ამბობს რა პავლე მოციქული მე ვარო ფარისეველებიდან ანუ მოშურნე ფარისეველებად იწოდებოდიან დღეს ახლა ცოტა ისეთი სიტყვა თითულება ფარისეველი ადამიანი რომელიც მათ გარეგნულად აღასრულებს ჯულს და ძველი აღთქმის ეკლესიაში იყვნენ ფარისეველთა ჯგუფი რომლებიც კი გარეგნულად აღასრულებდნენ მაგრამ შინაგანად მოწონი ადამიანებს მათ შორის როგორც იყო პავლე მოციქული რა და იმათ თქვეს რომ იმისთვის რომ ადამიანი გახდეს ქრისტიანი როგორც ჩვენ თავიდან თქვით ახლა საუბრის დაწყებისას აუცილებლად უნდა დაიცვითონ რა შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვა სიტყვის ამისთვის და ვითარ იგი მრავალი გამოძიებაი აღდგა პეტრე და რქვამად პეტრე მოციქული ადგა და თქვა შემდეგი სიტყვები რომ თქვენ უწყით რამით პირველ დღითგან თქვენ შორის გამოვირჩია ღმერთთან პირითა ჩემითა სმენად წარმართა სიტყვაი და სახარებაი და წმუნება და გულთმოცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისამათ სული წმინდა ვითარცა იგი ჩვენ პავლე პეტრე მოციქულის მიერ წარმართა მოქცევის შესახებ ჩვენ წინათოებში ვისაუბრეთ და ხო ახლა გავჩერდებით და არარაი განიკითხა შორის ჩვენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმინდა გულნი მათი ნაწუყი რაისათვის გამოსთით ღმერთსა დადება დუღლისა კეთსა ზედა მორწმუნეთასა რომლის აიგი ვერცა მამათა ჩვენთა ვერცა ჩვენ შეუძლეთ ვირთად და ნუ პეტრე მოციქულის სიტყვის მთავარი აზრი იყო რომ ის ჯული რომელიც ჩვენ ღმერთთან მოგცა ჩვენმა მამებმაც ვერ შეასრულესო ისეთ მიწევნით იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით აი დადრიც ვაქვს ნათქვამი გაგახსენებთ რომ დაახლოებით 630 მცნება და წესი იყო დაწესებული იმისთვის რომ მოცი ებრაელებისთვის რომელთა შესრულება ყოველს ფაქტიურად შეუძლებელი იყო და აქედან გამომდინარე პავლე პეტრე მოციქული ამბობს რომ რატო ვადებთ ქედზე ახალ მოქცეულ წარმართებს იმას რაც ჩვენ თვითონ ვერ შევძელით რომ აღვესრულებიაო არამედ მადლით აუფლისა ჩვენი იესო ქრისტესითა წამს ჩვენ ცხოვრება ვითართ სახეთ იგი მათ და დადუმნა ყოველი და სიმრავლე და ისმიდეს ბარნაბაისისთვის მას და პავლესა მithრობასა რაოდენ იქნა ღმერთთან ნიშები და სასწაულები წარმართა შორის მათ მიერ ნუ პეტრე და პავლე და ბარნაბამაც ისაუბრეს მათი ღვაწლის შესახებ წარმართა შორის აქ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის რა დღეს ეს თემა არის აქტუალური და უბრალოდ გადახდებას გავაკეთებ თქვენისით რომ 1055 წელს საშინელი ამბავი მოხდა ქრისტიანულ სამყაროში რომის პაპი თავის ქვეშემდგომებთან ერთად გავიდა ეკლესიიდან და ამის შემდეგ ნუ ოფიციალურად მანამდესაც იყო ასეთი მოძრაობები საერთოდ დასავლეთში ამბიცია ჰქონდა რომის პაპს რომ ის იყო პირველი ქრისტეს მონაცვლე და ასე შემდეგ და ამის კანონებით გაამტკიცა თავის ეს მოსაზრებები თვითონ მიღებული და მათი მიღებული კანონები და ნუ დღეს თქვენ იცით რომ უამრავი ადამიანი ამის შესახებ საუბრობს თუ როგორი გაცვეთილი ფეხსაცმელები ეცვა ვიღაცას და ასე შემდეგ ნუ ახთემას რო არ გავყვეთ თავარი ამინდა გითხრათ რომ რომელთა ანუ კათოლიკების თვალსაზრისით ეკლესიის ხილულ ეკლესიის მეთაური ქრისტეს მონაცვლე არის პეტრე მოციქული ანუ პეტრე მოციქული არის მოციქულთა შორის მთავარი და შესაბამისად მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა და აქედან გამომდინარე ასინი ამბობენ რომ რაღაცა ჩვენ დაგვაარსა რომის ეკლესია
პეტრე მოციქულმა და საერთოდ ეკლესიური და ისტორიული თვალსაზრისით ეს თემაც არ არის ახლა ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არსებობს საფუძვლიანი სამტკიცებულებები, რომ რომის ეკლესია არა პეტრე, არა პავლე მოციქულმა დაარსა, იმიტომ რომ პეტრე მოციქულს აკათოლიკეების თვალები და რომელებს მივართ არ აქვს დაწერილი და პავლემ კიდე დაწერა. და ახლა რატო დაწერა ამაზედაც ახლა საინტერესო მსჯელობა არის და მოკლედ ამას არ შევეხებით, მოკლედ უფრო მეტი საბუთია იმისა, რომ პავლემ დაარსა რომის ეკლესია, ვიდრე პეტრე, მაგრამ ნუ დაუშვათ, რომ ასე იყო და პეტრე მოციქულმა დაარსა რომის ეკლესია. და თუ ის არის მთავარი, გამოდის რომ პირველ მოციქულთა კრებაზე ვინ ყოფილიყო თავმჯდომარე, თუ რომის მოსაზრებას გავიზიარეთ. პეტრე მოციქული უნდა ყოფილიყო თავმჯდომარე და მისი სიტყვას უნდა ქონოდა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ წავიკითხავთ ახლა, რომ პეტრე მოციქული იქ თავმჯდომარე არ ყოფილა მოციქულთა კრებაზე. ის იყო ერთ-ერთი რიგითი წევრი და მეტიც მისი მოსაზრება საბოლოო განჩინებაში საერთოდ არ გაუთვალისწინებია. და ვინ იყო კრების თავმჯდომარე ჩვენ ნახავთ? კრების თავმჯდომარე იყო იერუსალიმის ეკლესიის მეთაური, უფლის ძმა იაკობი. და საბოლოო განჩინებაში, რომელიც ეკლესიამ განაჩინა, იყო მოსაზრებები გათვალისწინებული პავლე მოციქულის და არა პეტრეს. აქედან გამომდინარე, საქმე მოციქულთა მე-15 თავი ამხელს რომაელი კათოლიკების არასწორ მოსაზრებას, რომ პეტრე მოციქულს ემორჩილებოდა ყველა მოციქულები, რაც არის სიცხე. ამ მოხლებიდან ჩანს, რომ პეტრე მოციქული იყო ერთ-ერთი რიგითი წევრი, ის იყო ძმათა შორის ერთ-ერთი რა და ასე რომ რომელ კათოლიკეთ ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია რა. და ბოლოს რა დაადგინეს ახლა ძალიან საინტერესო თავია, იქ არის საუბარი იმის შესახებ თუ როგორ მოაქციეს პეტრე და პავლე მოციქულმა და ბარნაბამ და ბოლოს განჩინება წავიკითხოთ. ახლა რა იქნა განჩინებული? რამე თუ ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა ჩვენსა, რაით არარა იუნიტესი თვითი დავდვა თქვენ ზედა, გარნა რომელი ესე სასწრაფო არიან. ეს რა განაჩინეს მათ? განშორება თქვენ და ნაკერპავისაგან და სისხლისა. ნაკერპავში რა იგულისხმება? წარმართები, როდესაც ასრულებდნენ მისტერიებს, მსახურებებს თავიანთი კერპების მიმართ, იქ რაღაცებს წირავდნენ. ამ შეწირველს მე მიიღებდნენ ხოლმე და ქრისტიანს ეს ეკრძალებოდა. არ შეიძლება ნაკერპავის მიღება, მაგალითად რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაშიდაც სამწუხაროდ მრავლად არიან, იქ არის სპეციალური რიტუალური მსახურებები, სადაც რაღაცებს წირავენ, მათი მიღება დაუშვებელია ქრისტიანისთვის რო იცოდეთ რა. და ესე იგი სისხლის მიღება აკრძალეს კიდე. ამ სისხლის მიღებაში რა იგულისხმება ახლა რა? წარმართული მსახურების დროს, როდესაც სხვერებს კლავდნენ და იქიდან სისხლი რომ მოდიოდა, იმას სვავდნენ პირდაპირ, ანუ გამოსულ სისხლს ღებულობდნენ. ამას კრძალავს. ასევე ქრისტიანმა საკვებად სისხლი არ შეიძლება მიიღოს. დღეს ახლა არ ვიცი ჩვენთან, მაგრამ მე ვიცი რომ რა არის გარკვეული უცხოეთში, ნუ საქართველოში არ ვიცი ახლა, ამ თემაში ვერ ვიკვევი, იმიტომ რომ არ ვეცუცხეთში ვიკვევი, უბრალოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ სისხლს უხარშავენ შედიდებულ სისხლს და ჭამენ ხალხი რა. არის ესეთი რაღაცა, რაც ქრისტიანული თვალსაზრისით არ არის დასაშვები რა. მოციქულთა პირველ კრებამ ეს აგვიგზავნა რა. მე დამხრჩვალიც არ შეიძლება რო ჭამოს. ესე იგი ამას აქვს სულიერიც და პრაქტიკული მნიშვნელობაც ახლა რა სულიერი მნიშვნელობა ისე რომ სისხლი არის ცხოველისთვის რა სიცოცხლის ნიშანი თუ სისხლი აქვს ის არის ცხოველი ცოცხალია და მე ახლა პრაქტიკული მნიშვნელობით ის არის რომ ცხოველი რომელიც არ არის დაკლუდი სისხლი არა გამოშვებული მისი ხორცს ძალიან ისეთი ცუდი გემოაქვს რა აქედან გამომდინარე ესეც აკრძალულია სიძვისა რაოდენი რა დაინახეთ მთავარი რაღაცა რაოდენი რა გნებავს რაითა გეყოს თქვენ სხვაცასა ნუყოფთ ის არის ოქროს პრინციპი რომლითაც უნდა ვიხამწვანოთ ჩვენ და მერწმუნეთ რომ ძალიან ბედნიერები ვიქნებით რა და ესე სულიერად მშვიდები ისე მოიქეცითო სხვებსო როგორც თქვენ გინდა რომ სხვები მოგიქცნენ რა ეს არის ოქროს პრინციპი ახლა შენ ხო გინდა რომ არავინ არ გაწყენინოს ხო შენ გინდა რომ შეგეშლება და გაპატიონ ხო შენ გინდა რომ გიყვარდე უყვარდე ყველას მოდი შენც ასე გააკეთე რა და მერწმუნეთ რომ ესე იგი მეორე მხრიდანაც მივიღებთ იმას რაც ჩვენთვის სასურველია მაგრამ თუ ვერ მივიღებ როდესაც შენ შინაგანად ხარ განწყობილი რომ არავის არ აწყენიო და შენ ვიღაცა გაწყენიებს მაინც შენ კმაყოფილი იქნები იმ გაგებით რომ მე ხო არ ვაწყენიე რა იმან მაწყენია ვერთ მაპატიოს რა
აი ესეთი რაღაც არის და ამიტომ ეს უნდა ვიცოდოთ რომ გავაკეთოთ. და ბოლოს ხო ბოლომდე ჩავიკითხოთ ეს განჩი რაოდენი რა ხო იწავი რაითა გეყოს თქვენ სხვათან ნუ ყოფთ რომელთაგან დაიმარხენით თავნით ვისი კეთილისა იქმუდეთ და ცოცხლებით იყავთ. ანუ თუ სიკეთეს გააკეთებთო ფაქტიურად ჩავთვალეთ რომ ცოცხლობებში ან ბედნიერები იქნებითო და მეწმენთ ეს ასეა და ბოლოს მე-15 თავი მთავრდება ასე პატარა გაუგებრობით. თქვენ როგორც ჩვენ დავიდან ვთქვით რომ პავლე და ბარნაბა ერთად იყვნენ და სხვა თუ გახსოვთ წინათავებში პავლე და ბარნაბამ რო იქადაგეს ისე მოიხიბლენ წარმართები რომ ერთსო ხადოდესო ისე რო ქვია ერმესი ხარო და ზევსი ასე ვადარებდნენ რა ისე დიდებული ხადაგება ქონდათ ხო და ამის შემდეგ რა ხდება რომ ბარნაბას უნდოდა რომ იოანე თან წაიყვანა სამოციქულო ხადაგებაში მაგრამ პავლე მოციქულმა უარი თქვა მის საყვანაზე ამასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს ერთი არის რომ ის იყო ახალგაზრდა და შეიძლება პავლე მოციქულმა თქვა ვეშეძლოსო ამას განსასწრების დათმენა და მეორე თუ გახსოვთ იოანე რომელსაც ეწოდა მარკოზი და მარკოზის სახარების მარკოს מחარებელზე აქვს საუბარი ერთ მომენტში პავლე და ბარნაბა დატოვა და წამოვიდა თავისი ახალგაზრდული და სხვა მიზეზებისა გამო შესაძლებელია ამიტომ პავლე მოციქულმა თქვა რომ მოდი არ წავიყვანოთ მაგრამ ბარნაბამ თქვა უნდა წავიყვანოთ და მართლა ამის შემდეგ ბარნაბა და მარკოზმა ცალკე გააგრძელეს გადაგება და პავლე ცალკე მაგრამ ეს კი იმას კი არ ნიშნავს რომ ისინი ერთმანეთს დაემდურენ ხმა უბრალოდ მოკლედ ასთა სხვადასხვაობა იყო მათ შორის და ამით ერთ მნიშვნელოვანი მომენტია კიდე რომ ზოგიერთი ამბობს რომ მოციქულთა დროს იყო ყველაფერი იდეალურად არ იყო ყველაფერი იდეალურად რა თქმა უნდა ისინი ძალიან სულიერი ადამიანები და ამ პრობლემებს ქრისტიანულად უდგებოდა მაგრამ ასთა სხვადასხვაობა მაშინაც იყო როგორც აი ახლა ამ თავში არის აღწერილი პავლესა და ბარნაბას შორის ასევე ჩვენ ვიცით რომ პავლე მოციქულმა შენიშვნა მიცა პეტრეს და როგორც ახსოვს გალატელთა ეპისტოლეში ეუბნება და პავლე მოციქულს ვილადოთ კიცხავს ასე რომ ადამიანური მომენტი ყოველთვის იყო ახლაც არის და იქნება მაგრამ თავარია როგორც მოციქულები ერთმანეთ შორის ასთა სხვადასხვაობას სიმშვიდით და ერთმანეთის სიყვარულით აგვარებდნენ ჩვენც ისე უნდა გავაკეთოთ რა და ასთა სხვადასხვაობა იქნება შეიძლება გაურკვევლობაც იყოს მაგრამ თავარია რომ თუ ჩვენ გვეყარება ღმერთი და გვეყარება ერთმანეთი ყოველგვარ პრობლემას გადავუდგათ მოკლედ ასე იყო თავარი ბოლოს შევაჯამოთ მე-15 თავარი თავის თავარი თემა არის მოციქულთა კრება და იქ მიღებული დადგენილებები და მათი ერთგულება როგორც მაშინ იყო საჭირო და აუცილებელი დღესაც ანალოგიურად ასეა და ღმერთმა მოგზაურა რომ მოციქულთა სოფლიო კრებების ადგილობრივი მიღებული კანონების ერთგულები და დამცველები ყოფილიყავით ამინ